მე კვლავ გიორგი ვარ დათუკიშვილი და განვაგრძობთ PowerPoint 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. ერთ-ერთი სიახლე გახლავთ insert menu-ში ბრძანება, რომელსაც ქვია screen recording-ი. მათზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ეკრანი განიცდის, ასე ვთქვათ, მინიმიზაციას. თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ რაღაც კონკრეტული არე, რომლის ჩაწერაც გნებავთ, დააჭიროთ, დავუშვათ record, დაელოდოთ რამდენიმე წამი. და დაიწყოთ ჩაწერა. ნუ შესაბამისად, რაც ჩანს ამ მომენტში, ამ მონაკვეთში, სწორედ ის იქნება ჩაწერილი, მაგალითად, ასეთი გამოწვევა, შეწევა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში შეგიძლიათ გააჩეროთ უბრალოდ ჩანაწერი მაუსის ზემოთ ატანით და დააჭიროთ ბრძანებას, რომელსაც ქვია stop-ი. ასევე record pointer-იც ეს შეგიძლიათ მუდმივად დაამაგროთ, პაუზა გააკეთოთ, გააგრძელოთ და მოკლედ stop-ი. და როგორც ხედავთ, ჩაჯდა როგორც ვიდეო და დაიწყოთ ჩაწერა. ნუ შესაბამისად, რაც ჩანს ამ მომენტში, ამ მონაკვეთში, სწორედ ის იქნება ჩაწერილი, მაგალითად, ასეთი გამოწვევა, შეწევა და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორც ხედავთ, PowerPoint-ს თავისუფლად შეუძლია გააკეთოს ეკრანის გამოსახულების ჩაწერა და მისი შემდეგ განთავსება. ან ამავე ლოგიკით შეგიძლიათ ძალიან მარტივად, მაგალითად, გახსნათ დავუშვათ ინტერნეტ გვერდი, რომელიღაცა, ანუ შეხვიდეთ დავუშვათ YouTube-ზე, აიღოთ YouTube-დან რომელიღაც ვიდეო, მაგალითად, ავიღოთ რამე ვიდეო, მეც მაინტერესებს, ისევ თუნდაც Madonna's Secret, მივცეთ play, გავაჩეროთ, ჩავრთოთ recording-ი, ისევ insert-ი, ისევ recording-ი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ეს არე გავამზადოთ, თუ რა ჩაიწეროს, აი ასეთი დავუშვათ, ასეთი შემთხვევა, კი ბატონო, გავამზადოთ, რომ ჩაიწეროს, play და record-ი. Haven't been the same since you came into my life. You found a way. და შეგვიძლია გავაჩეროთ ტოპით. ასევე როგორც ხედავთ, ჩაჯდა PowerPoint-ში, ჩართავთ და ჩვეულებრივ მიმდინარეობს. თუ ხმის ჩაწერაც გვინდოდა, რა თქმა უნდა ჩაგვერთო ხმაც და ავტომატურად იქნებოდა ხმა. და შეგვიძლია გავაჩეროთ. აი ეს ჩემი მიკროფონის ხმა გაჟღერდა. ამით ეს ვიდეო, ანუ ეს screen recording-ის ვიდეო დასრულებულია. მადლობა ყურადღებით.